ფუტკრის ოჯახების რაოდენობა თუნდაც ამ დაავადებიდან გამომდინარე მოსალოდნელია რომ შემცირდეს და აუცილებელი არის ჩართულობა, სახელმწიფო ჩართულობა. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის რომ მეფუტკრეებიდან მას დაახლოებით 90-100 მილიონამდე შემოსავალი აქვს. ისე რომ ეს პირდაპირ არ აისახება მეფუტკრეობაზე და შესაბამისად ამ თანხების თუნდაც 1% უნდა მიმართოს უნდა დარგის განვითარებისათვის და მეფუტკრეობა მარტო მეფუტკრეობის დარგი არ არის კონკრეტულად ეს მეფუტკრეობის დარგი ეხება სოფლის მეურნეობის ნებისმიერ დარგს. ეს იქნება მეხილეობა, მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა თუ ასე შემდეგ. თუ ზოგადად ეს თემები აუცილებლად გასათვალისწინებელი აქვთ. და მეორე, ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. მე მაგალითად მოსმენილი მაქვს ახლა მეფუტკრეები, ძველი მეფუტკრეებიდან მაგალითად 1970-იან წლებში, როდესაც პირველად გავრცელდა ტკიპი ვაროა და ისიც თბილი ქვეყნებიდან შემოიჭრა ტროპიკული ქვეყნიდან ჩვენთან საქართველოში. იმდროინდელი ადეგი, ანუ ბებიები და ბაბუები საუბრობდნენ, რომ აი ხე გამოიტანდა ყვავილს და ეს უბრალოდ ყვავილის ხილა ჩამოყალიბება არ ხდებოდა, ანუ გამონასყლა არ ხდებოდა. შესაბამისად ეს გამოიწვია იმან, რომ ფუტკრის ოჯახების დაცემა მოყვა იმ დროს ტკიპის გავრცელებას და უბრალოდ ამ ხემცენარეებზე არ მოხდა ყვავილის დამტვერვა და შესაბამისად უკვე მოსავლიანობაც შემცირდა. აი ზუსტად ამაზე მაქვს აქცენტები გაკეთებული, რომ ჩვენ უნდა ვისმინოთ უნდა რამენაირად ფუტკრის ოჯახების შენარჩუნებაზე და გამრავლებაზე. საქართველოს თავის ტერიტორიიდან გამომდინარე და თუ დავიანგარიშებთ, რომ მინიმუმზე ვსაუბრობ. 10 ჰექტარზე ჭირდება სამი ფუტკრის ოჯახი და ახლობის საქართველოსთვის უნდა ყავდეს 900,000-დან 1 მილიონამდე ფუტკრის ოჯახი. ეს არის აუცილებელი თუნდაც იმ დამტვერვის უზრუნველყოფისათვის, რაც არა მარტო სოფლის ახლა დაახლოებით ეყოლება 200,000-დან 300,000-მდე ფუტკრის ოჯახი. ნუ ზუსტი ციფრი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის განხორციელებული ანუ იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია არ არის საფუტკრეების მომხდარი და მყინვარების დათობა. ჯერ ერთი და სახელმწიფო მეუძალდეთ იმთათვის, რომ საქართველოში მტკნარი წყლის პრობლემა გაჩნდება. შესაბამისად, ბუნებაც შეიძლება უკვე ინვაზიური სახეობები ჩნდება. არ ვიცი, წინ რა იქნება, რაღაცა მოდელი შესაქმნელი არის რა მოგველის და რა მოხდება, ასე რომ ვთქვათ, საქართველოში და წინ უნდა მოხდეს უნდა ანუ ამ კატაკლიზმებისათვის მომზადება. და ჯერჯერობით მე მსგავს არაფერს არ ვხედავ. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აი ქარსაფარი ზოლებს რო ლაპარაკობ, ქარსაფარი ზოლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და შესაბამისად მისი აღდგენა უნდა მოხდეს და აქ კიდევ ხედავ, რომ რაღაც 2026 წლამდე თუ 2027 წლამდე არ მოხდება ამ ქარსაფარი ზოლების ასე ვთქვათ რეგისტრაცია და რაღაცები და მისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ანუ არ არის ვაგვიანი, ძალიან ვაგვიანი ასე ვთქვათ კი. ანუ მოემზადოს ამ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენ მართლა კავკასიაში ბევრი პრობლემები გვაქვს. თუნდაც 90-იანი წლებიდან გამომდინარე, სადაც ტყეები ჩეხებოდა, ასე ვთქვათ, ქარსაფარი ზოლები გაიჩეხა. აუცილებელი არის სამუშაოების დაწყება და ამ ქარსაფარი ზოლების სასწრაფო აღდგენა. ვინაიდან ნიადაგის ეროზიაც და სხვა რაღაცებიც ესეც ერთ-ერთი თამდები პროცესია ამ კლიმატური ცვლილებების. აი ქარსაფარი ზოლებში უნდა მოხდეს უნდა ჩაშენება იმ თაფლოვანი მცენარეების, ყვავილის მომცემი მცენარეების, რომელიც აუცილებლად მოიზიდავს დამამტვერიანებელ მწერებსაც. და აქ მარტო ფუტკარზე არ არის საუბარი, თუმცა ფუტკარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის და ზოგადად კაცობრიობისათვის, ვინაიდან მისი დამტვერვით 80% საკვები პროდუქტები და არა მარტო ადამიანისათვის, არამედ მთლიანი სოფლის მეურნეობის დარგისათვის მიიღება ფუტკრის დამტვერვის საშუალებით. და ეს უნდა გავითვალისწინოთ უნდა.